მსმენელებო და რადიო მაყურებლებო, არაჩვეულებრივი სტუმრები მყავს ჩემთან ეთერში, ძალიან საჭირო სტუმრები, სუპერ პროფესიონალი ექიმი, ლინა ჰიარ ტრანსპლანტის ცენტრის ხელმძღვანელი რამილა იუსუპოვა, რომელიც ბევრი მისი რეგალიებისა კიდევ მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ მისი პროფესიონალიზმი და მისი განათლება მიღებული არის და მიღებული აქვს ექსცოდნა ყველაფერი თურქეთში, რომელიც არის დღესდღეობით ასე ვთქვათ ცენტრი ამ სამედიცინო მიმართულებით და აი ესეთ საოცარ კლინიკას ხელმძღვანელობს და ძალიან მაინტერესებს სულ ამ თემაზე ვისაუბრო და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს სადგურზე მომართავთ და დატოვებთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. მოგესალმებით, მისი არაჩვეულებრივი თარჯიმანი ქალბატონი შურა. ჩვენ თურქულად ვისაუბრებთ და შურა გადათარგმნის ყველაფერს, თუმცა მინდა ვთქვა რომ ჩემს სტუმარს ძალიან კარგად ესმის ქართული და ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. პირველ რიგში დავიწყებთ მის განანერგვა ეს ძალიან პოპულარული არის და დღეს საქართველოში ზუსტად ვიცი როგორც თელ სოფლიოში ძალიან მოთხოვნადია. დიდი მადლობა თქვენი პროფესიონალიზმისთვის, რომელიც არაერთხელ გვსმენია და ეხლა უფრო კონკრეტულად მინდა ჩვენი მსმენელისთვის ჩავშალოთ არის თუ არა ეს პროცედურა მტკივნეული. პირველ რიგში ეს მინდა ასე დავიწყო. Öncelikle merhaba, teşekkür ederim bizi misafir ettiğiniz için. Hayır, saç ekimi ağrılı bir işlem değil. Çünkü lokal anesteziyle yapıyoruz. Bu nedenle ağrı hissetmiyorlar. Ama işlem sonrasında ufak bir hassasiyet oluyor. Araris tmis გადანერგვის ოპერაცია მტკივნეული ლოკალური ანესთეზიით კეთდება. Მხოლოდ შეიძლება ძალიან იშვიათად შეიძლება ოპერაციის შემდეგ მცირე დისკომფორტი ხო? ნუ ეხლა თავისთავად მაინც ოპერაცია არის და ეს დისკომფორტი მიღებულია. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ, როდესაც თქვენს კლინიკის კარს აღებს პაციენტი და მოდის და იწყებთ მის შეფასებას. მოდი ჯერ დავიწყოთ მამაკაცებზე, ძირითადად მე მგონი თქვენი პაციენტები მამაკაცები არიან. მე ქალბატონებსაც რა თქმა უნდა არ დავჩაგრავ, რაღაცნაირად ძალიან დისკომფორტი არის ეს თმის ცვენის პროცესი მათთვის და ძალიან დიდ თავდაჯერებულობას ძენს როგორც მე ვიცი ამ პროცესის მოგვარება. აი პირველი წუთიდან მითხარით თქვენი შეხვედრა პაციენტთან. ანუ რა ხდება, რისი შეფასება ხდება პირველივე წუთიდან? თუ შეიძლება რომ კითხო შურა. İlk hasta kliniğe gelince ne yapıyorsunuz? Nasıl karşılıyorsunuz? Hangi prosedürler geçiyor? İlk önce hastamız içeri geldiğinde muayene odasına alıyoruz, muayene ediyoruz. Hani saç ekimine uygun mu değil mi diye. Onlara bakıyoruz. Trofoskopi kamerayla da bakıyoruz. Eğer saç ekimine uygunsa onlara bilgi veriyoruz. Ekim öncesi neler yapması gerektiğini, ekim sonrası nelere dikkat edilmesi gerektiği hakkında ameliyatla ilgili ufak bir bilgilendirme yapıyoruz. ესე იგი პაციენტი რო მოდის კლინიკაში კონსულტაციას ვატარებ. კი ბატონო. ტრიქოსკოპით დიაგნოსტიკა. იქვე ხდება ხო ეს კლინიკაში ყველაფერი? დიახ. ვადგენთ გადანერგვა შესაძლებელია თუ არა. შესაფერისია პაციენტი გადანერგვისთვის თუ არა. ამის შეფასება პირველივე ჯერზე ხდება, ესე იგი რა. გასაგებია, თუ პაციენტი შეესაბამება და შეეფერება ამ გადანერგვას და ჩანიშნავთ პროცესს, ალბათ ეს არის, თვითონ პროცედურა რამდენი ხანს გრძელდება, რა ხანგრძლივობით გრძელდება ეს პროცედურა, რომ ესე ნაბიჯ-ნაბიჯ ვუთხრათ ყველაფერი ჩვენს მსმენელს. Ekime karar verdiğinizde ondan sonra ne oluyor? Prosedürler nasıl gelişiyor? Ekime karar verdikten sonra randevu alıyoruz. Gün alıyoruz ameliyat için. O gün geldiğinde testler yapılıyor. Testler yapıldıktan sonra da ameliyata alıyoruz. ესე იგი პაციენტი რომ მოდის კლინიკაში, თუ შესაფერისია შეესაბამება გადანერგვისთვის, მერე უნდა ჩაიწეროს ოპერაციისთვის. დღე დაგეგმოს როგორც თქვით. დღე და შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა ექიმი, როგორ უნდა მოიქცეს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. აჰა, როგორ უნდა მოიქცეს ოპერაციამდე? დავიწყოთ მაშინ მიცეთ ესეთი რეკომენდაციები ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს, თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს. აი როგორ ხდება მომზადება ოპერაციისთვის? Ekime kadar neler yapmalı? Ekime kadar neler yapmalı? 10 gün öncesinde kullandığı herhangi bir kan sulandırıcı ilaç varsa onu almaması gerekiyor. Alkol kullanmaması gerekiyor. Uyuşturucu maddelerden uzak durması gerekiyor. ანუ ალკოჰოლი გავიგე რომ არაფრით არ შეიძლება. 10 დღე.
წინ აჰა. უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლის მიღება, სისხლის გამათხელებელი. ის მიღება საშუალებლებს თუ იღებს, კი ბატონო? თუ იღებს და ხო, ნარკოტიკული საშუალებები ეგ თავისთავად. ანუ უნდა აბსოლუტურად სუფთა შემოვიდეს თქვენთან. კარგით, შემოვიდა, ყველაფერი შეასრულა და იწყება პროცედურა. ეს ინდივიდუალურია თუ რა დრო ჭირდება ამ პროცედურას? Bu individual da mı diye yoksa ne kadar vakit lazım oluyor hastaya? Ameliyata mı? Ameliyat günü mü? Evet. Sabah geliyor, sabah testlerine bakıyoruz. Bulaşıcı bir hastalığı var mı diye. Ondan sonra da grade sayısına göre değişiyor. 6 saat ile 8 saat arasında sürüyor ameliyat. ანუ მოდის პაციენტი დიახ. ტესტებს აბარებს ინფექციური დაავადებებზე, წნევა, შაქარი, ყველაფერი ვა, ესე იგი თან იკვლევთ მაქსიმალურად. გამოკვლევები შემდეგ ანუ 6-8 საათი გრძელდება ეს 6-8 საათი. დიახ, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. გასაგები ინდივიდუალურია ესეც თავისთავად. ეს იგი გაიკეთა ეს პროცედურა და მგონია რომ ყველაზე მეტი შეკითხვა პაციენტისგან ეს არის და ჩემგანაც. რამდენ ხანში იწყებს თმა ამოსვლას? ანუ შედეგის დანახვას რამდენ ხანში შეძლებს პაციენტი? Rezult için. Rezultat. Evet. Ekim yapıldıktan ilk 3 ay içinde saçlar dökülüyor, dinlenme sürecine geçiyor. Yeni saçlar 3-4 ay sonra çıkmaya başlıyor. Bu da tamamı 12 ayda hepsi çıkmış oluyor. ანუ სამ თვემდე გადანერგვის შემდეგ სამ თვემდე იწყებს შოკურ ცვენას ამბობენ, ასეთი ტერმინია, ხო, შეიძლება იყოს ინდივიდუალური, ესაც ზოგ პაციენტს აქვს, ზოგს არა. შემდეგ მეოთხე თვიდან იწყებს თმა ზრდას. და 10-12 თვეში საბოლოო შედეგი ფორმირდება. 10-12 თვეში, ანუ ამას რაღაცა წლები არ ჭირდება, ანუ ერთ წელიწადზე არის საუბარი. აი მე აუცილებლად უნდა გკითხოთ იმათი რეაქციები უკვე რომ აი თმით და ერთი წლის შემდეგ პაციენტები მოდიან და აი შემდგომი რეკომენდაციები მოდით მაშინ გავიაროთ ეგ თემა რა ანუ პაციენტები რომლებიც უკვე შედეგ მიღწეულები არიან რამდენად იცვლებიან მათი დამოკიდებულება მაინტერესებს საკუთარი თავის მიმართ უფრო კაპრანჭულები მოდიან ეს შედეგი როგორ მოსწონ ძალიან მნიშვნელოვანია თავდაჯერებაზე როგორ მოქმედებს ეგ ყველაფერი Bir yıldan sonra hasta gelince tanıyor musunuz diyor. Nasıl sonuç alıyorlar, seviniyorlar mı, değişik mi oluyorlar onların? Evet çok mutlu oluyorlar, çok seviniyorlar. Hatta gelen hastaları ben bile tanımıyorum. Hani kim olduklarını bilmiyorum. Kendileri hatırlatıyorlar işte saçımı size ekmiştiniz falan diye. O zaman tabii ki ben de yaptığım işten dolayı mutlu oluyorum. Aldığım sonuçlardan. ძალიან გახარებულები მოდია ზოგჯერ მეც ვერ ვიცნობ რომელი პაციენტია Yani çok gurur verici bir şey. ძალიან ვამაყობ მეც მიხარია თავისთავად მიღწეული შედეგებით ძალიან მაგარია და არსებობს ეგეთი რაღაცა მითები რომ ეს მუდმივი არ არის ეს თმა თუ არის მუდმივი აი ესეც ინდივიდუალურია თუ აი რაზე არის დამოკიდებული რომ ეს თმა მერე უკვე მუდმივი gახდეს პაციენტისთვის efsaneler var diyor dökülmeyle ilgili dökülüyor diyorlar saç ekiminden sonra saçlar yani dökülmüyorsa bu neden dökülmüyor? Ama erkeklerin donör bölgesinden aldığımız saçlar genetik olarak dökülmüyor onlar. Genetikası komşular o. Sadece erkeklerde genetik olarak dökülmemeye dirençli de bu saçlar. Hani öyle bir kodlanmış çünkü erkeklerde bu arka hissede testosteron var. Ondan dolayı saçlar dökülmüyor. Kadınlarda öyle bir şey yok ama. Genel olarak dökülüyor kadınlarda. ანუ მამაკაცებში ჰორმონებიდან გამომდინარე დონორი ზონა ხო შეახსენეთ ეპიზონა არ ექვემდებარება გენეტიკურ ცვენას ანუ მითია ეს გადანერგილი თმა მუდმივია. ვა, რა მაგარია, რია ის უმაინტერესებდა, რომ ეს მე ცვივა თუ მუდმივია და მუდმივია იმისთვის რომ მუდმივი არის გავიგე, მაგრამ რაღაცა მოვლაც სჭირდება მე მგონი სპეციფიკური. აი აუცილებლად მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ. როგორ უვლის პაციენტი? აი ამ რეკომენდაციებს ვინ გასცემს? Rekomendasyonlar nasıl diyor? Ömürlük diyoruz ya saçlar, ekilen saçlar dökülmüyor. Ne yapmalılar dökülmemek için? Nasıl korumalılar? Ekilen saçlar evet, mı? nasıl korumalılar? Ekilen saçları 7-10 gün bunların çok ciddi bir bakımları var. Onları 10 gün boyunca her gün yıkanıyor. 10. gün kabuk dökme prosesi var. Onlar da yapıldıktan sonra
ilaçlar veriyoruz. Yüzü şişmesin, ödem olmasın diye. Bunları kullandıktan sonra kabukta döküldükten sonra hiçbir sıkıntı olmuyor yani dökülmüyor. Güzel bakıldığı sürece 10 gün çok önemli. İlk 10 gün. პირველი 10 დღე ხო. გადანერგიდან არის სამნიშნელოვანი. მე-10 პირველი დღის 10 დღე. შემდეგ მე-10 დღეს მოდიან პაციენტები ფუფხს დევს და ფუფხის მოსაშორებლად მოდიან კლინიკაში. შემდეგ უკვე ჩვეულ რეჟიმს ბრუნდებიან ცხოვრების. ანუ 10 დღე არის უფრო სათუთი პერიოდი ასე. გასაგებია. ნუ არა აქვს ამას რეაბილიტაციას რაღაცა ძალიან დიდი დრო, ხო? ანუ 10 დღე არის საკმარისი იმისთვის, რომ პირველი რაღაცა ძიმე დღეები გავიაროთ. დიახ, ექიმის რეკომენდაციით ერთი თვე ფიზიკური დატვირთვა, ანუ ზღვა საუნა და ასე შემდეგ არ შეიძლება. ნუ ისეთი აკრძალვებია, რომ ამ სილამაზისთვის ღირს ნამდვილად. გამომდინარე იქიდან კეფა ვახსენეთ, ხო? ეს კეფის ზონა არის მისი სადონორე ზონა. თითქოს გამიგია, რომ აი კეფის ზონაზე უფრო უხეში თმა არის ვიდრე წინ და წინ გადმონერგილი თმა რაღაცა ბუნებრივად არ გამოიყურება. ესეც მითია თუ რეალობა, ესეც მინდა რომ ვკითხოთ ჩვენს ექიმს. Saçın arka hissesi donor zonasındaki saçlar diyor daha böyle sert. Öne geçirince kötü bir görünüm alıyor diyorlar. Bu efsane mi gerçek mi? Saçı mı? Evet. Hayır öyle bir şey yok. O tabii ki gerçek değil efsane. Yani o da saçtır. Bu donor bölgesinden ვაიმე უკაცრავა. ვაიმე. ბოდის გიხდით და მე მოდი გარეთ ძალიან. ხო, დიდი მადლობა. უკაცრავად. enseden aldığımız o güçlü saçlar dediğimiz yani ense bölgesinden donor bölgesinden aldığımız saçları alıp nereye ekersen ne dökülmüyor. Bir de kendi saçı olduğu için gayet doğal güzel görünüm oluyor. Yani o efsane öyle bir şey yok. Kimyan bozum სრულად მითია, იმიტომ მითია, ხო? რომ ძლიერი ფოლიკულები აქვს კეფის ზონას, აჰა. არც ცვივა და ბუნებრივ შეხედულებას იღებს. აბსოლუტურად ბუნებრივი არის. ნუ გვინახავს ხა ჩვენ ძალიან ბევრი შედეგები და ვიცით რომ ეს ესეა, მაგრამ მაინც ყველა შეკითხვა მინდა დავსვა. მე გამიგია ესეთი რაღაცა, რომ სადონორე ზონა არ იყოს სრულყოფილი და სხეულის სხვა ზონიდან მოხდა გადანერგვა, რამაც კრახით განიცადა ესეთი ოპერაცია. აი ამაზე მინდა რომ ვკითხოთ ექიმს, რამდენად სწორად მოხდა და შეიძლება თუ არა სხვა სადონორო ზონის გამოყენება მართლა თუ ეს შეუძლებელია და იყოს შეცდომა. Eğer donör zonası yeterli değilse başka yerden, vücudun başka yerlerinden alım yapıyor musunuz? Donör bölgesinde yeteri kadar saç yoksa sadece sakal bölgesinden alım yapıyoruz. Göğüs bölgesinden de diyorlar, oradan alım yapmıyoruz. Hayır. Çok ağrılı oluyor. Bir de o zaten saç gibi olmuyor, çok ince oluyor. შეუძლებელია როგორც მივხვდი, ხო? მხოლოდ წვერიდან შეიძლება დონორის ზონად რომ მიჩნეული იყოს, ხო? მიჩნეული იყოს. აუ. მკერდიდან და სხვა ზონებიდან თმა სხვა აღები აქვს, ხო? თავისთავად ბუნებრივი არა და ცვივა. ხო, აი ზუსტად ამიტომ დავშვი ეს შეკითხვა. და აქვე მინდა რომ ვიკითხო, აი შეფასების დროს რამდენად ტკივნეული არ უნდა იყოს, ქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ არ გამოვა აქედან არაფერი და პაციენტს პირდაპირ უთხრათ, რომ არა, აქ გადანერგვა არ შეიძლება და იქნებით ლამაზი მელოტი ადამიანი დაუშვათ. ანუ თუ შეიძლება რომ აი პირდაპირ უთხრათ სიმართლე პირდაპირ თუ მაინც არ შეიძლება პაციენტისთვის ამის თქმა. თქვენი სტილი როგორია, ეს მაინტერესებს. Ekim olmayanlara bugünkü gibi olmayanlara söylüyor musunuz diyor açıkça olmaz. Sen böyle daha iyisin. Evet, donor bölgesi yeterli olmayanlara ben çok söylüyorum. Sizin saçınız ekime uygun değil ve böyle daha yakışıklısınız diyorum. Yani saç ektirmenize gerek yok diyorum. Yani böyle çok güzelsiniz. Onları güzel bir şekilde motive edip gönderiyorum. ანუ ვისაც არა აქვს შესაძლებლობა გადანერგვის დონორის ზონას სუსტია პირდაპირ ასე უფრო სიმპათიურად გამოიყურები. თავისთავად, რა თქმა უნდა. პირდაპირ ამბობს ესე იგი და არ აწვალებს პაციენტს და რაღაცა ისინი არ ხდება. გასაგებია, კარგით. ესე იგი, ქალბატონებიც არ დავჩაგროთ, იმიტომ რომ ხალბატონებისთვის გონია რომ კიდე უფრო მეტი სტრესი არის რაღაცა თმის ცვენა და
ვინ არის რეალურად პაციენტი, რომელიც მოდის და გაწუხებთ თქვენ, ანუ როგორი ყველაზე მსუბუქი და ყველაზე რთული მდგომარეობა როგორი არის, როდესაც მოდიან ექიმთან თმის გადანერგვაზე? Kadınlar hangi böyle söyleyeyim aşamada geliyorlar en çok diyor. Erkek kadınlar da geliyor ama erkek tipi dökülme varsa kadınlarda da onlara ekim yapıyoruz. Ama normal seyrelme, dökülme varsa onlara saç tedavileri uyguluyoruz. ანუ ქალებში ასეა რომ მამაკაცური როგორ გითხრათ ჰორმონები თუ არა სტილით Dökülüyorsa. თქვენ აქვთ ანუ ბუნდოვანს გულისხმობს ექიმი შესაძლებელია გასაგები გადანერგვა მაგრამ თუ არის შეთხელებული და დასუსტებული დამხმარე სამკურნალო პროცედურებზე წერთ ხოლმე ხშირად აი მოდი ამ პროცედურებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს თმისცვენა ჩვენი ეპოქის რაღაცა დამახასიათებელი არის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ვესაუბროთ ჩვენს პაციენტებს. რა არის ის ალტერნატიული პროცედურები, რომელიც მაინც გადანერგვა არ არის და მაინც ეფექტური არის და ზრდის თმას და ამოყავს. აი ამ პროცედურებზე რომ ვისაუბროთ უფრო დეტალურად და გასაგებად ჩვენთვის. Tedavi prosedürlerinden. Plazma terapiye kadınlarda saç dökülenlere plazma terapiye ve mezoterapiye uyguluyoruz. Onlar saçlarını geri kazanmasını sağlıyoruz tedavide. Plazma terapiya და mezoterapiას ხმარობთ ქალებში უფრო ხშირად სამკურნალო პროცედურები. Plazmoterapia არის თქვენივე სისხლის მცირე რაოდენობით თავსდება სპეციალურ აპარატში. იღება ანუ როგორ გითხრათ პლაზმა და ეგ პლაზმა მიკროინექციების საშუალებით ბრუნდება მერე ისევ. ვაუ. თმისცირებში. როგორი შედეგები აქვს amaz? Nasıl şeyler var diyor sonuçları. Plazmanın mı? Evet. Bu kendi kanından aldığımız için o plazma terapi kanın trombosit kısmı, kanın daha zengin kısmı. Onu yapıyoruz, iyileştirme sürecini saçı kalınlaştırıyor ve dökülmeyi engelliyor. ანუ საკუთარი უჯრედის მეშვეობით უფრო აძლიერებს თმის სტრუქტურას, ხო, ვაუ, რა მაგარია. და ცვენას ამცირებს. ცვენას ამცირებს. ზოგადად გადანერგვის შემდეგაც ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით პაციენტებს, რომ უნდა მოვიდნენ 21 დღიდან უნდა დაიწყონ პლაზმოთერაპია. იმათაც უკეთდებათ ესეთ პაციენტებსაც. თმის ანუ ხერის გასაძლიერებლად, ხო, თვითონ ძალიან მაგარია. ჯერ რეკლამაზე უნდა გავიდე და ვერ გაგიშვებთ. კიდე მთელი შეკითხვები მაქვს ჩამოწერილი და ძალიან მალე დავბრუნდებით. არ გადართოთ მეგობრებო, ძალიან მალე დავბრუნდებით და კიდევ რა შეკითხვა შეიძლება თავში გაგიჩნდეთ, ყველაფერს აუცილებლად ვკითხავთ ჩვენ ძალიან მაგარ რამილა ექიმს ისე არ გავუშვებთ. დროებით